რაც შეეხება გიგო გაბაშვილის პიროვნებას, დაიბადა 1862 წელს, მეტად საკრალულ წელს, იმ კუთხით, რომ ამავე წელს დაბადებული გახლავთ ნიკალა პიროსმანი, თუმცა ნიკალას დაბადების თარიღი 16 წელში მერყეობს, მაგრამ ამაზე ჩვენ ცალკე ვისაუბრეთ, როდესაც პიროსმანის დავუთმობთ დროს ლექციისთვის. უკვე 1874 წელს საქართველოში იხსნება უმცროსი კლასები ხატვის სწავლებისა და კერძო სკოლებიც იხსნება, ერთ-ერთი გახლავთ ებრაელი გერმანელის კეპნერის სკოლა კერძო, სადაც იგი ოსტატდება პატარა კლასებიდან უკვე გადადის, ესე ვთქვათ, საშუალო კერძო სამხატვრო სასწავლებელში, კერძო აღნიშნავ, იმიტომ რომ საშუალო სასწავლებელი 1901 წელს იხსნება საქართველოში უკვე, რომელსაც სახელმწიფო კურირებს და უშუალოდ გიგო გაბაშვილი უდგას ამ საქმეს სათავეში. კეპნერთან მუშაობისას იგი პლენერებზეც გადის, ერთ-ერთი პლენერის დროს კერძოდ საისტორიო მუზეუმში საისტორიო მუზეუმის მოხილვის დროს იგი ეცნობა ფრანს რუბოს, ეს გახლავთ ფრანგი მეტად საინტერესო მოაზროვნე, მხატვარი, კულტუროლოგი, რომელიც ამ დროს თბილისში იმყოფება და სწორედაც საისტორიო ჩვენი საისტორიო მუზეუმის გაფორმებას და მორთვას ზე არის დაკავებული და მას ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესასრულებელი და სწორედ გიგო ამ სამუშაოში ერთვება, იგი უახლოვდება ფრანს რუბოს და მისი ცხოვრების მანძილზე მეგობრობენ კიდეც. 1888 წელს გიგო გაბაშვილი უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება, მეტად საინტერესო, იგი სამოციანელების, მე-19 საუკუნის სამოციანელების იდეების გამზიარებელი და მატარებელია, მთელი დალეულთა მიმდევარია, ილია ჭავჭავაძის, არაგი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, სერგი მესხის იდეების გამზიარებელია და იგი საქართველოს ისტორიას პოლიტიკური კუთხით, ეკონომიკური კუთხით, სოციალური კუთხით აი ამ მთელი დალეულთა მზერით უცქერის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით და იგი უკვე სანქტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში აბარებს 86-88 წლებში უკვე სამხატვრო აკადემიაში იმყოფება პროფესორ ვილვალდესთან. 1988 წელს იგი პეტერბურგში გამოფენას აკეთებს თავის ნახატებისა, მეტად პოპულარული ხდება. 1891 უკვე თბილისში აქვს პერსონალური გამოფენა, ეს მეტად მნიშვნელოვანია და 1894 წელს იგი მიემგზავრება პლენერზე შუა აზიაში. იქიდან ჩამოაქვს მეტად მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი არქივი საერო ჟანრებისა, ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნება პეიზაჟები, გარე კომპოზიციები, ექსტერიერები, ინტერიერები, ზოგადად ეთნო თემატიკა, ნატურმორტები, როგორც ხედავთ, გიორგი გაბაშვილის ამ მოღვაწეობამ ზოგადად შემდგომაც ჟანრობრივად გაამრავალფეროვნა ქართული ფერწერა, ეს მეტად მნიშვნელოვანია ამ პიროვნების როლის შეფასებისას ქართული ფერწერის ისტორიაში. 1914-17 წლებში იგი იმყოფება უკვე შემდგომ მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში, სადაც კიდევ უფრო მაგისტრატურაში ხვეწავს და აღრმავებს თავის ფერწერულ ცოდნას, ამთავრებს მიუნხენის სამხატვრო აკადემიას და დიდი ხნის ოცნებას ახორციელებს და ახლობით 10 წელია რაც სურს მას, რომ იმოგზაუროს ევროპის სამხრეთით, საბერძნეთში, იტალიაში მოგზაურობს, აღფრთოვანებით აღნიშნავს ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებით არის აღფრთოვანებული და ერთგვარად მისი ხერხი ეს ფუმატო მას ადმოავს ქართულ საერო ფერწერის ზედაპირის ფერწერული ნახატების ზედაპირის დამუშავებისას და აი ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს არის ერთგვარი
ქართულ საერო ფერწერის ისტორიაში პირველი მხატვარი, რომელიც ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვან წინაპრად იყენებს ლეონარდო სპუმატოს. თავის პორტრეტებში ადამიანის სხეულის დამუშავებისას ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 1900 პირველ წელს ვთქვით, რომ უკვე საშუალო სამხატვრო სკოლა იხსნება თბილისში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოგახსოვთ. გავეცემოთ 1874 წელს პატარა კლასები იხსნება, 1900 პირველ წელს უკვე იხსნება საშუალო სამხატვრო სასწავლებელი თბილისში და 1900 პირველი წლიდან 22 წლამდე, როდესაც უკვე დაგვირგვინდა ეს მცდელობები, ქართულ საზოგადოებას, სამხატვრო საზოგადოებას უმაღლესი სკოლა ჰქონოდა, კერძოდ 1922 წელს ვიცით, რომ სამხატვრო აკადემია იხსნება. აი სწორედ 1900 პირველი წლიდან 1922 წლამდე გიგო გაბაშვილი ძალიან დიდ ღვაწლს გადის, ესე ვთქვათ, და იმისათვის, რათა საქართველოს სხვადასხვა მნიშვნელოვან ქალაქებშიც გაიხსნას სამხატვრო სკოლები, საშუალო ასაკის მოწაფეებისთვის სამხატვრო სკოლები, საშუალო სკოლები. ესეც მეტად მნიშვნელოვანია მისი საზოგადო მოღვაწეობისთვის. ღვაწლი დადო იმან საქართველოს, ქართველ ხალხს და ქართველმა ხალხმაც მადლიერება დაუბრუნა იმ კუთხით, რომ იგი დაფასებულია, მისი სახელობის ქუჩა არსებობს თბილისში, მოედანი არსებობს. არ შემიძლია გვერდი აუარო ისეთ მნიშვნელოვან პიროვნებას, როგორც გახლავთ უნგრელი დიდი მხატვარი მიხაილ ზიჩი, რომელიც გახლდათ სანქტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის მხატვარი აკადემიკოსი, თავად უნგრელი, მაგრამ იმ დროს მოღვაწე სანქტ-პეტერბურგში, თუმცა მანამდეც 1842 წელს მან დაასრულა 1842 წელს მან დაასრულა ვენის სამხატვრო სკოლა, შემდეგ 46 წელს იგი უკვე იტალიაში იმყოფება, იქ ხვეწს თავის ოსტატობას და შემდგომ გარკვეული პერიოდი იგი რუსეთში მოღვაწეობს, დიდად დაფასებული და აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 80-იანი წლების, მე-19 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში იგი ჩამოდის საქართველოში. სახელოვნებო საზოგადოებამ მიხაილ ზიჩს შესთავაზა შოთა რუსთველის გენიალური პოემის „ვეფხისტყაოსნის“ დასურათება. მას შეუყვეთა 14 ილუსტრაცია და მიხაილ ზიჩმა ეს მართლაც განახორციელა 1891 წელს. მან იმდენად დაინტერესდა და იმდენად აღაფრთოვანა და სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო ვეფხისტყაოსნის მასალამ ზოგადად, თუნდაც ვიზუალური კუთხით. თავად ვეფხისტყაოსანი მოიცავს ვიზუალურ, ესე ვთქვათ, თემებსაც ძალიან მნიშვნელოვან სამხატვრო თემებს, თვითონ ტექსტი ვეფხისტყაოსნისა, ფერთა თეორიის შესახებ და ასე შემდეგ. ამაზე ცალკე თემა შეიძლება განვავრცოთ ლექციისა, მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ ამ კალაპოტს ჩვენი ლექციის და აი სწორედ მიხაილ ზიჩი იმდენად დაინტერესდა, რომ 14 ილუსტრაციის ნაცვლად 34 შეასრულა, წარუდგინა სამხატვრო კომისიას და 27 შერჩეული იქნა და დაბეჭდილიც კი იქნა შემდგომ მოგიხსენებათ. ვახსენეთ ქართული ფერწერის, აკადემიური ფერწერის ფუძემდებელი გიგო გაბაშვილი, მისი მნიშვნელობა ქართული ფერწერისთვის ზოგადად, გიგო გაბაშვილის მოღვაწეობა დიდად განმაპირობებელი გახდა, რათა შემდგომ უკვე დაგვირგვინებულიყო 1922 წელს მცდელობები ხატვის სწავლების განვითარებისა საქართველოში, დაგვირგვინებულიყო უმაღლესი სკოლის გახსნით თბილისის სამხატვრო აკადემიისა, არა მარტო მხატვრებისთვის ძვირფასი, არამედ ზოგადად საქვეყო მოვლენა გახდათ, უდიდესი კულტურულ კერას ჩაეყარა საფუძველი და ჩვენი სამშობლოსთვის მნიშვნელოვანი კულტურული კერა გაიხსნა ქართული სამხატვრო აკადემია, რომლის ერთ-ერთი პირველი პროფესორი სწორედაც გიგო გაბაშვილი გახდათ. ჩვენ ვახსენეთ ის, რომ 1874 წლიდან
დაბალი კლასების სწავლების სკოლა გაიხსნა და შემდგომ კერძო სახელოსნოებიც 1901 წელს უკვე საშუალო ასაკის სკოლა იხსნება, შემდგომ 1922 წელს გვირგვინდება ამ სამხატვრო აკადემიის დაარსებით ეს პროცესი და გიგო გაბაშვილთან ერთად უპრიანი იქნება აქვე ვახსენოთ აკადემიის პირველი პროფესორ-მასწავლებლები. არ შეიძლება გვერდი აუაროთ ისეთ პიროვნებას, როგორც გახლავთ მოსე თოიძე, რომელიც 9 წლით პატარა გიგოს გაბაშვილთან ერთად უაღრესად დიდი 8 წელი გაწია იმისთვის, რათა პოპულარიზაცია მომხდარიყო საქართველოში ხატვის სწავლებისა, აკადემიური სწავლებისა ზოგადად და 8 წელი გაწია დიდი, რათა ჟანრობრივად გაემდიდრებინა გიგოსთან ერთად საერო ფერწერა ქართული, სისტემა, სასკოლო სისტემა, ქართული სამხატვრო სასკოლო სისტემა ჩამოყალიბებულიყო საქართველოს სხვადასხვა მნიშვნელოვან ქალაქებში ეს ქსელი გამართულიყო, ხელის შეწყობა ხდებოდა კერძო სკოლების განვითარებისასაც, ვიდრე აკადემია გაიხსნებოდა, მოსე თოიძემ ჩამოაყალიბა უმაღლესი კლასები სახალხო სტუდია სამხატვრო სწავლებისა და შემდეგ შეიძლება ითქვას ამ ბაზაზე დაეყრდნო შემდეგ ეს კონტინგენტი სამხატვრო აკადემიის პირველი მოწაფეებისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. აქვე აღსანიშნავი არის გიგოზე და მოსე თოიძეზე საკმაოდ უმცროსი 1899 წელს დაბადებული შვენიერი შემდგომ უკვე 8 წელმოსილი და ეტაძის შთამბეჭდავი მხატვარი ვალერიან სიდამონ ერისთავი, ესე ვთქვათ, ვექტორულად მან აირჩია თეატრალური სფერო და მოგეხსენებათ 20-იანი წლების შუაგულიდან თეატრალურ საზოგადოებაშიც დიდი გამოღვიძებაა და პროგრესული ნაბიჯები იდგმება ოტე მარჯანიშვილისა და შემდგომ უკვე სანდრო ახმეტელის თაოსნობით და ვალერიან სიდამონ ერისთავი პირველ მხატვარ დეკორატორებს ოცხელი იქნება ეს თუ ირაკლი გამრიკელი გვერდში უდგას და ანვითარებს ამ ხაზს არ შეიძლება რა თქმა უნდა არ ვახსენოთ იაკობ ნიკოლაძე, რომელიც გახლავთ ქართული ქანდაკების სკოლის აკადემიური ბადისა და მეთოდიკის ჩამომყალიბებელი, რომელიც ასევე პირველი პროფესორ-მასწავლებელი არის ახალგახსნილი 1922 წელს გახსნილი სამხატვრო აკადემიისა. მოგეხსენებათ, რომ 1906 წლისთვის დაახლოებით ხომ როდენის ვთქვათ სკულპტურულ სახელოსნოში, როდენის საქანდაკო სახელოსნოში მოღვაწეობს, როდენის მოწაფე გახლავთ, იგი ერთ-ერთი საუკეთესო და დიდად გამზიარებელი, როდენის მსოფლმხედველობისა, ძერწვის კულტურისა და იგი თავად როდენის დიდად აფასებდა იაკობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება, რომელიც შეუერთდა სამხატვრო აკადემიის პირველ პროფესორ-მასწავლებლებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომელი ადამიანიც არ უნდა დასახელდეს აქ ამ შემთხვევაში ჩვენი თემისთვის საინტერესო. რა თქმა უნდა, ყველა გამორჩეულია თავისთავად. გიორგი ჩუბინაშვილი, ასევე უნდა ვახსენოთ პირველი აკადემიის პირველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ქართული ხელოვნების ისტორიის აგრეთვე ფუძემდებელი და აკადემიური ბადის გამმართავი და მეთოდიკის ჩამომყალიბებელი, რომელიც თავად უკვე შემდეგ პროფესორ-მასწავლებელთა საბჭომ აირჩია პირველ რექტორად თბილისის სამხატვრო აკადემიისა დამსახურებულად და გიორგი ჩუბინაშვილის 8 წელი ქართული საერო თუ რელიგიური საუნჯეების, მოძიებისა, აღნუსხვისა და შეგროვებისა და გაანალიზებისა, რა თქმა უნდა, ეს 8 წელი შეუფასებელია და ძალიან გასაფრთხილებელი. აქვე მინდა ვახსენო ასევე ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად უაღრესად 8 წელმოსილი და თბილისის სამხატვრო აკადემიისთვის მეტად მნიშვნელოვანი
პროფესორ მასწავლებლები, უცხო ტომელები, უცხო ქვეყნიდან მოწვეულნი ზოგი და ზოგი იმ დროს სწორედაც რომ აქ მოღვაწეობდნენ და ამიტომ შეთავაზებები მიიღეს და ჩვენ და ქართველთათვის მეტად სასიხარულოდ და რა თქმა უნდა ამ დიდი პროფესორების ცოდნაც დიდად წაადგა პირველ სტუდენტებს სამხატვრო აკადემიისა. მინდა ვახსენო ევგენი ლანსერე, იოსებ შარლემანი, ეღიშე თათევოსიანი, ნიკოლოზ სევეროვი, ალექსეი კარგინი და ესე ვთქვათ შემდგომაც გაგრძელდა რა თქმა უნდა სამხატვრო აკადემიას ჰქონდა კავშირი მაშინდელ უკვე არსებულ სანქტ-პეტერბურგის აკადემიასთან და დროდადრო ხდებოდა პროფესორ მასწავლებლების მოწვევა და სწავლის პროცესის განვითარება. ეს მეტად მნიშვნელოვანი წინაპირობები იყო იმისათვის, რათა საქართველოს თავისი კულტურული კერა უმაღლესი სკოლა, კერძოდ სწორედაც რომ აკადემია და სხვა ფორმატი ჰქონოდა. დიდად გამორჩეულ პიროვნების შესახებ მინდა საუბარი მადლიერებით და ვთვლი რომ საქართველოში თუკი ვინმე ღირსეული მხატვარია იგივეს უნდა გრძნობდეს ისეთი პიროვნების წინაშე, როგორიც გახლავთ დიმიტრი შევარდნაძე. ეს არის პიროვნება, რომელმაც წინამძღვრული ფუნქციები ითავა საქართველოს სამხატვრო ცხოვრების დაბადებასა და ტირე გაცოცხლებაში, აღორძინებაში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი დიდად აქტიური პიროვნება იყო ზოგადად, მხატვარი, მაგრამ ამავდროულად ისტორიამ გვანახა ამ გადასახედიდან, რომ აღუწერელი მადლის საზოგადო მოღვაწეც გახდათ. იგი არის ერთ-ერთი მოთავე სწორედ სამხატვრო აკადემიის დაარსებისა. სწავლას აგრძელებს 1912 წლისთვის იგი უკვე მიუნხენის სამხატვრო აკადემიაშია, სადაც ვახსენეთ კიდეც გიგო გაბაშვილიც თავის დროზე სწავლობდა. დიმიტრი შევარდნაძე ის პიროვნება, რომელმაც 1916 წელს ჯერ კიდევ ფიროსმანის ცხოვრებაში ერთდღიანი გამოფენა გააკეთა ფიროსმანის ნახატებისა, შეაგროვა დიდი ღვაწლი გაწია ამ კუთხით და ეს უდიდესი შემდგომისთვისაც უკვე ეს რა თქმა უნდა დრომაც დაამტკიცა, რამდენად დიდი მხატვრის თუნდაც ერთდღიანი გამოფენა გააკეთა და დიმიტრი შევარდნაძე იყო ის ერთ-ერთი პირველი პიროვნება, ვინც აფასებდა ფიროსმანის შემოქმედებით ნიშსა და ზოგადად ფიროსმანის როლს საქართველოს ფერწერის ისტორიაში ზოგადად. აქვე მინდა აღინიშნოს ძალიან მნიშვნელოვანი წელი 1916 წელი, როდესაც იგი ჩამოდის უკვე საქართველოში, გვიდრდება და აქ იწყებს აქტიურ მოღვაწეობას და ეს მეტად საკრალური წელი გახლავთ, იმიტომ რომ 1916 წელს პავლო იაშვილი გამოსცემს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა განვითარდა. 1916 წელს გამოიცემა თებერვლის თვეში ცისფერყანწელთა, ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და მწერალთა პირველი ჟურნალი და თუ რას ნიშნავს ქართველი სიმბოლისტების საქართველოს კულტურულ ისტორიაში, ამის შესახებ შემდგომ ლექციას დავუთმობ ამ თემას. რამე თუ არ შეიძლება ისაუბრო ზოგადად ამა თუ იმ სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში მიღწევების შესახებ, ამა თუ იმ სფეროში თუ გვერდსაული ზოგადად ცისფერყანწელების როგორც ასეთი მოვლენას, იმდენად მნიშვნელოვანი იყო სიმბოლისტური მოვლენა საქართველოსთვის კერძოდ. ამიტომ ამ თემას ჩვენ შემდგომში შევეხებით, უბრალოდ დავანიშნოთ, რომ აი სწორედ ეს 16 წელი მეტად მნიშვნელოვანია ერთგვარი ქართველი საზოგადოებისთვის მენტალურად გარდამტეხი გახდათ გამოცემით ცისფერი ყანწებისა. პირველი ორი ნომერი გამოვიდა 16 წელს გამოვიდა ფებრუარში პირველი და ოქტომბერს ორი ნომერი გამოვიდა სულ, მაგრამ ეს თემა ჩვენ
წინსწრებით მოდით შევეხებით, გავაგრძელოთ დიმიტრი შევარდნაძეზე საუბარი გავაგრძელოთ და 916 წელს იგი ჩამოდის საქართველოში და ამავე წელს აფუძნებს ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას, რომელიც აი სწორედ წინაპირობაა ამ ქართველ ხელოვანთა საზოგადოების 8 წლის შედეგად ხდება შემდგომ სხვადასხვა კულტურული კერების გახსნისა საქართველოში. ეს იქნება სამხატვრო აკადემია 22 წელს, 18 წელს დიმიტრი შევარდნაძეს დიდმა ივანე ჯავახიშვილმა შესთავაზა დიმიტრი შევარდნაძეს, რომ უნივერსიტეტის ღერბი მხატვრულად გაეფორმებინა. დიმიტრი შევარდნაძე ქართულ ჟურნალ-გაზეთებში აქტიურ მოღვაწეობას ეწევა. იგი არ იფარგლება მხოლოდ სამხატვრო, ესე ვთქვათ, სამანებით, იგი ძალიან მნიშვნელოვან 8 წელს წევს სხვადასხვა მიმართულებით. დიმიტრი შევარდნაძის ურთიერთობა გაცნობა თევან მაღალაშვილისა შეუღდნენ 1919 წელს მოხდა მათი შეხვედრა და ეს შვენიერი წვლილი ერთად მოღვაწეობდნენ და ქართული ფერწერის საუნჯისთვის დიდი ღვაწლი გაწიეს ერთად, რა თქმა უნდა. 1920 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ესეც, რომ დიმიტრი შევარდნაძე არის მოთავე სწორედ ხელოვნების გალერეის დაარსებისა, რომელსაც ახლა ჩვენ ცისფერ გალერეას ვეძახით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ასევე 1925 წლისთვის საჭიროება შეიქმნა, რათა ქართული ეროვნული შრიფტი თანადროული ყოფილიყო და სხვაფერებულიყო, ესე ვთქვათ, და ჩამოყალიბებულიყო და ჩამოქნილიყო. და ამ საქმეშიც დიმიტრი შევარდნაძემ დიდი ღვაწლი გაწია. ასევე მინდა ვთქვა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე არსებული ფულის ნიშნები და გამოცემული მარკების, ესე ვთქვათ, მაკეტებიც და დიზაინი ასევე დიმიტრი შევარდნაძის 8 წელს შეიძლება მივაწეროთ და შეიძლება არ ითქვას დიმიტრი შევარდნაძის აუწერელ გმირობაზე შეიძლება ითქვას, როდესაც იგი მეტეხის ტაძართან დაკავშირებულ მოვლენებში სამკვდრო სასიცოცხლოდ ჩაება და ბოლოს სწორედ ამ ფაქტმა იგი შეიწირა, როგორც ჩანს, კერძოდ 1933 წელს. მან ყველაფერი გააკეთა სხვა უაღრესად მნიშვნელოვან საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, ეს იქნება ახუშტი კოტეტიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი. დიდი ღვაწლი გაწია, რათა 1933 წელს დამდგარიყო საკითხი, ესე ვთქვათ, მეტეხის ტაძარს ჩამოშორებოდა ციხე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მეტეხის ტაძართან არსებობდა დილეგი პატიმართა ციხე და იგი ორთაჭალაში გადატანილიყო და აი სწორედ დიმიტრი შევარდნაძის ეს მნიშვნელოვანი ფრაზა არსებობს, რომ მეტეხის ტაძარში უნდა გახსნილიყო ახალი ლუვრი. შემოქმედების თავადად მთაზე ოლიმპივით იდგა, ოლიმპის თასავით იდგა მეტეხი დამაგვირგვინებლად და სწორედ აქ უნდა გახსნილიყო ლუვრის მსგავსად ხელოვნების ნიმუშთა მუზეუმი, ძალიან მნიშვნელოვანი. და 1927 წელს, როდესაც აუბედითობის გამო დადგა საკითხი, საერთოდ აფეთქებულიყო მეტეხის ტაძარი და იქ უნდა დადგმულიყო, აი პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სურდა, რომ მეტეხის ტაძარი მოესპოთ და იქ გამართლებად ამისა რუსთველის დიდრონ ძეგლს მის დადგმას ცდილობდნენ, თუმცა აქაც დიმიტრი შევარდნაძე იყო ის ერთ-ერთი მოთავე, რომელიც წინააღმდა ამ ფაქტს და რა თქმა უნდა შენარჩუნდა კიდეც ეს საოცარი ძეგლი ქართველთა სულიერი თუ ზოგადად ეროვნული საუნჯისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უაღრესად დიდი მადლობა უნდა ეთქვას აი ამ ლექციაში ჩამოთვლილ პიროვნებებს, მხატვრებს, რომელთა ღვაწლი დაგვირგვინდა უმაღლეს სასწავლებლად
მხატვრებისთვის სამხატვრო აკადემიის დაარსებით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა და ამ კუთხით საქართველოს მეტად გამორჩეული იყო, იმიტომ რომ გქონდეს ფერწერული სკოლა ქვეყანას ეს მეტად მნიშვნელოვანი გახლავთ, იმიტომ რომ დედამიწაზე ძალიან ბევრი ქვეყანა არსებობს, რომელთაც მსგავსი უმაღლესი სკოლა არ გააჩნია და სხვადასხვა სფეროში ამ მხრივ საქართველოს გამორჩეულია და დაე მომავალმა თაობებმა დააფასონ, ახსოვდეთ 8 წლის წინაპრებისა, დააფასონ მოპოვებული საუნჯე და გაუფრთხილდნენ და გააგრძელონ წინაპართა გზა. დიდი მადლობა.